სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ვაშინგტონში უსაფრთხოების სპეციალური საგანგებო ზომები მოქმედებს კაპიტოლიუმის მთელი ტერიტორია და ყველა სტრატეგიული ობიექტი რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული. განსაკუთრებული რეჟიმი ვრცელდება სრულიად ვაშინგტონში, სადაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის უამრავი ვიზიტორი ჩავიდა. რა ხდება ამ წუთებში შეერთებული შტატების დედაქალაქში? პირდაპირ ეთერში ამერიკის ხმის ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე გვერდება. გამარჯობა, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, როგორც მაყურებელმა ახლა პირდაპირ ეთერში ნახა ამერიკის უკვე მოქმედი პრეზიდენტი, 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ამ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ის და ჯეი დივენსი უკვე გადაინაცვლებენ და მოაწერენ ხელს იმ აღმასრულებელ ბრძანებებს, რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა. ეს აღმასრულებელი ბრძანებები მან რამდენიმეზე ისაუბრა, იქნება საიმიგრაციო ტარიფების დაწესების და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არის საკმაოდ მოცულობითი და მასშტაბური, სულ დაახლოებით 200 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს დონალდ ტრამპი ხელს. შემდეგ ის გადაინაცვლებს Capital One არენაზე, რომელიც არის ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არენა, დარბაზი და ის უკვე იქ სიტყვით მიმართავს ამომრჩევლებს. მან ის გუშინაც იყო იმავე ტერიტორიაზე თავის ამომრჩევლებს მიმართა და უთხრა, რომ პირობა დადო, რომ დღეს ამ აღმასრულებელ აქტებს მოაწერდა ხელს. დონალდ ტრამპი და ჯეი დივენსი უკვე შეუდგნენ საქმიანობას. ეს ამ აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერა არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს ამას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი უკვე ამ წუთიდან ასრულებენ ამ მნიშვნელოვან როლს. საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება. ცოტა ვისაუბროთ ალბათ ტრადიციებზეც. ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ცოცხალი პრეზიდენტი დღეს ესწრებოდა ინაუგურაციას, მაყურებელი ნახავდა. ისინი მეუღლეებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილები. ერთადერთი, ვინც ამ ღონისძიებას არ დაესწრო, იყო მიშელ ობამა და მან ამის შესახებ წინასწარ გაავრცელა მედიაში ინფორმაცია. ასევე არ ესწრებოდა ნენსი პელოსი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დემოკრატი კანონმდებელი ამერიკაში. ისიც არ ესწრებოდა ინაუგურაციას. მაყურებელს ალბათ ახსოვს, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპსა და პელოსის შორის საკმაოდ დიდი დაძაბულობა არსებობდა და სწორედ პელოსი იყო ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატორი თავის დროზე. დონალდ ტრამპი ამითაც არის გამორჩეული. ის არის ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც მჟავრდებულია, ბრალდებულია, თუმცა მაინც გახდა პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ასევე აპირებს გავრცელებული ინფორმაციით, რომ შეიწყალოს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილე ადამიანები, ისინი ვინც დაპატიმრებულები არიან. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდა ჯო ბაიდენი, ჯილ ბაიდენი და მისი მოწინააღმდეგე ამ არჩევნებში კამალა ჰარისი. მათ ასევე ჰქონდათ მანამდე, ალბათ მაყურებელს ჰქონდა საშუალება ინახა, რომ მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ემასპინძლად ტრამპებისთვის და ვენსების წყვილისთვის თეთრ სახლში. ესეც არის დიდხნიანი ტრადიცია, საინაუგურაციო ტრადიცია, როდესაც მთავარი პრეზიდენტი მომავალ პრეზიდენტს მასპინძლობს. თუმცა ეს ტრადიცია 4 წლის წინ დონალდ ტრამპმა დაარღვია. მან არც ის ინაუგურაციას არ დაესწრო და ასე ვთქვათ, არ მიჰყვა იმ ტრადიციას, რომელსაც ბაიდენები წელს მიჰყვნენ. ეხლა უკვე ველოდებით, რომ პრეზიდენტი შეუდგება უკვე თავის საქმიანობას. ზუსტად, რა თქმა უნდა, არ ვიცით იმ 200-ვე განკარგულების შინაარსი, რომელსაც ხელს მოაწერს, ნელ-ნელა ამასაც გავიგებთ. და ის ასევე უნდა მიესალმოს ჯარს. ესეც არის მნიშვნელოვანი საინაუგურაციო ტრადიცია. ინაუგურაციას ესწრებიან მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სტუმრები, მათ შორის არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და ველოდებით უკვე მოვლენების განვითარებას.